ბარათით ინტერნეტ ან მობაილ ბანკით თანხის გადახდისას მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებლის მანდატი ფართოვდება. არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის საკომისიოს უსაფუძვლოდ ჩამოჭრის ან სხვა მსგავს შემთხვევაში ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის არეალი იზრდება. მომხმარებელს უფლება ექნება საჩივრით მიმართოს კომისიას მაშინაც კი, თუ დავის საგნის ღირებულება 100,000 ლარს აღწევს. აქამდე ეს ზღვარი 50,000 იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვირვებით დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები ითხოვდნენ უფრო მეტი თანხის ანაზღაურება, შესაბამისად მათი დაუთანხმებლობა ბანკის მიმართ იყო უფრო მაღალ თანხაზე ვიდრე 50,000 ლარი, რომლებიც მიდიოდნენ კომისიაში, თუმცა კომისია რა კი შეზღუდული იყო კანონმდებლობით, უწევდა ასე ვთქვათ უარის თქმა აღნიშნული დავის განხილვაზე, ხოლო მომხმარებლებს უკვე ჰქონდათ არჩევანი ან შეემცირებინათ აღნიშნული ზედაზღვარი, ან უკვე პირდაპირ მიემართათ სასამართლოსთვის. შესაბამისად თვალისწინებული იქნა აღნიშნული პრაქტიკა დაკვირვება და მომხმარებლები უფრო მეტად იქნებიან დაცულები. რეალურად მომხმარებლისთვის იზრდება ის შესაძლებლობები, რომ თუ აქვს უკმაყოფილება რაიმე იმ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შედის ამ კომისიის საბჭოს ნაწილში, იქ განიხილოს და არ მიმართოს სასამართლოს. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებებით მარეგულირებელს მიენიჭა უფლებამოსილება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს გაუხსნას ანგარიშები და ამასთანავე მათგან მიიღოს დეპოზიტები. სიახლე ბაზრის მოთამაშეებს ეროვნული ბანკის ანგარიშწორების სისტემაზე პირდაპირ წვდომის შესაძლებლობას აძლევს. შედეგად გაუმჯობესდება ტრანზაქციების სიჩქარე და გადახდების მიმართულებით გაიზრდება კონკურენცია. კიდევ ერთი ცვლილება ჭკვიანი მარშრუტიზაციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ბარათით გადახდები ერთი უნივერსალური ტერმინალით განხორციელდება. საქართველოში დაინერგება ისეთივე მექანიზმი, როგორც სოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არის, ეს ნიშნავს, რომ ერთი ტერმინალით მოხდეს სწრაფი, იაფი და ეფექტური გადახდა. რაც შეეხება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, აქედაც ცვლილებები მიმართულია მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ. საქართველოს ეროვნულ ბანკში მათ ექნებათ საშუალება, რომ გახსნან ანგარიშწორების ანგარიში, რაც შეამცირებს მათ დამოკიდებულებას ბანკებზე. გაჩნდება შესაძლებლობა და სივრცე, სადაც მომხმარებელი შეძლებს ანალოგიური ანგარიშის სარგებლობას არა საბანკო დაწესებულების გარეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთის მხრივ გაზრდის კონკურენციას, რითაც საბოლოო ჯამში მომხმარებელი დარჩება მოგებული. გამომდინარე იქიდან, რომ შემცირდება ფინანსური ტრანზაქციის გატარების ხარჯები და ასევე გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. საქართველოში ისევე როგორც გლობალურად ვირტუალური აქტივების მომსახურების სფეროს სწრაფად იცვლება და ვითარდება. ამ მიმართულებით იზრდება მომხმარებელთა რაოდენობაც, რის გამოც ეროვნული ბანკის მხრიდან ზედამხედველობის გაძლიერება დადგა დღის წესრიგში. შესაბამისად, სხვა ფინანსური ინსტიტუტების მსგავსად, ეროვნული ბანკის სრულ ზედამხედველობას უკვე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებიც დაექვემდებარებიან. ექნება უფლებამოსილება, რომ სრული ზედამხედველობა განახორციელოს ვირტუალური აქტივის სერვის პროვაიდერებზე, რაც გულისხმობს პრუდენციულ ზედამხედველობას. აქამდე თუ ხორციელდებოდა მაგალითად მხოლოდ AML მიმართულებით, ფულის გათეთრების მიმართულებით ეს ზედამხედველობა, ახლა უკვე სრული იქნება, ისევე როგორც სხვა ჩვენს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ. ბაზარზე მარტივი, მოქნილი და ინოვაციური გადახდის მოდელების შემოსვლით, ღია ბანკინგის განვითარების ტემპის დაჩქარებითა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ზრდით, საქართველოში საგადახდო ეკოსისტემა უფრო მოქნილი, დახვეწილი და რაც მთავარია, მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული გახდება.